გადაწყვეტილება მიიღეს კონსერვატორებმა ბრიფინგს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიგვაჩნია პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, კოალიციის დაშლის მიუხედავად, საქართველოს კონსერვატიული პარტია რჩება უმრავლესობაში და კონსერვატორები ვაგრძელებთ ყველა იმ რეფორმის ხარდაჭერას, რომელიც 2012 წლიდან კოალიციურ რეჟიმში დავიწყეთ. ხელისუფლებასთან ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას ამ რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატებით განსახორციელებლად. ჩვენი ყველა მომავალი მოქმედება თანხმდეტლი იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, უპირველესად კი ევროპის ინტეგრაციის პროცესთან და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებასთან. პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს კონსულტაციები თუ რა ფორმით მიიღებს პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის ის განცხადება, რომელიც სურდა გაეკეთებინა კონსერვატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტს. ბატონზე, რას ნიშნავს კონსულტაციები? ანუ არ გამორიცხავთ, რომ საარჩევნო ბლოკი კიდევ შედგეს, სამჯერად სხვა სუბიექტების მონაწილეობით, უფრო შემცირებული თუ რომ გავგვიმარტოთ რა კონსულტაცია? ძალიან მარტივი პასუხი გვაქვს, ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციაში წასვლას. ამიტომ კონსულტაციები შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პარტიებთან, რომლებიც იქნება ხელისუფლების პარტიები და ხელისუფლებასთან, ასე ვთქვათ, დაკავშირებული პარტიები. სხვანაირად ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ტიპის კონსულტაციების გამო. ბატონზე, კონსულტაციებში იგულისხმება თუ არა მაგალითად ქართულ ოცნებასთან მათი სიის სახელით რამდენიმე ათეული თქვენი წევრის მოხვედრა, ესაც კონსულტაციები. ჩვენ კონსულტაციებს სწორედ იმას გულისხმობთ, თუ რა ფორმით მივიღებთ მონაწილეობას, თქვენ რასაც წამებთ, იმ ფორმით მივიღებთ მონაწილეობას, სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს მივიღებთ თუ როგორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ეს არის ყველაფერი სამუშაო პროცესი. ჩვენ ამ მუშა პროცესში ვიქნებით აქტიურად ჩართულები, ვიქნებით ინტენსიურად ჩართულები, იმიტომ რომ დრო არის ძალიან ცოტა საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი, ჩვენ კიდევ ბევრი კომიტეტის შეკრება დაგვჭირდება ამ მუშა პროცესებიდან გამომდინარე და ყველაფერს გაცნობთ. ეხლა ამ წუთას მე ამი კონკრეტული თქვა არ შემეძლია მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაწყებული, რა თქმა უნდა, კოალიციის დაშლის პროცესი როცა მიდიოდა, ჩვენ ამაზე საქმის კურსშიც ვიყავით, მინდა დავაფიქსირო პოზიცია და ვთქვა, რომ წინააღმდეგები ვიყავით კონსერვატორები, რომ კოალიციის ერთიანობა დარღვეული იყო, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგობის მიუხედავად არის სუბიექტური, ობიექტური გარემოებების პარტიებმა გადაწყვეტეს ცალკე მონაწილეობის მიღება, ეს მათი პოლიტიკური უფლება. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმით ვიღებთ მონაწილეობას. ვისთან არის თანამშრომლები? ჩვენ განცხადებაში გვაქვს დაფიქსირებული ევროპული ინტეგრაცია და ევროპული მიმართულება. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება რეფერენდუმით განმტკიცებული დასავლურ სტრუქტურებთან, ნატოში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენთვის არის პირდაპირ შეკვეთა საქართველოს მოსახლეობის, ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება მხოლოდ იმ პარტიებთან პოლიტიკურ ასპექტში, რომელი პარტიებიც ეთანხმებიან საქართველოს მოსახლეობის ნებას. ბატონზე, ერთსაც გითხავთ, ქართულად თქვით, რომ კოალიციის დაშლა არ გინდოდათ, კოალიციური მმართველობა გინდოდათ, მაგრამ ეს რეალობა გვაქვს რაც გვაქვს. ოცნება თქვა, რომ მარტო მიდის არჩევნებზე. იგივე რესპუბლიკელებმა. ანუ მინუს ოცნებას და რესპუბლიკელებს გარეშე დანარჩენებთან აპირებთ კონსულტაციებს, იმიტომ რომ მათ ღიად თქვეს, რომ მარტო მიდიან. გასაგებია, რომ ღიად თქვეს, რა ფორმით ვივიღებთ მონაწილეობას, სწორედ ამას გულისხმობ ჩვენ განცხადებაში, როდესაც მოგახსენებთ, და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, აუცილებლად გაცნობებთ, იყავით დარწმუნებული ამაში. ანუ დავაზუსტებ, იცით როგორ მიდიხართ არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ რა იქნება, ჯერ არ იცით. არჩევნების შემდეგ რა იქნება, მე კი არა, მე მგონი არავინ არ იცის რა ამიტომ რა ფორმით წასდება არჩევნებზე ესა თუ ის პარტია, ახლა თუ მე თქვენ მეცვით რამდენიმე პარტიის გარდა გადაწყვეტილება ვის აქვს მიღებული რა ფორმით წასდება, ძალიან დამავალებთ, იმიტომ რომ ეს არის საარჩევნო პროცესი არის პრაქტიკულად არ გიგონოთ, პრაქტიკულად წინა საარჩევნოდ მუდმივად ხდება ხოლმე პარტიების საუბარი, კონსულტაციები, შეჯერებები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პროცესები წინა გვაქვს კონსერვატიულ პარტიას ეს პროცესი აქვს წინ. ეს იყო ახლა შეთანხმება ერთგვარიც ეს განცხადება თუ უკვე დაწყებულია რაიმე ტიპის მოლაპარაკებები?
რაფორმით მიიღებს მონაწილეობას კონსერვატიული პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვია ძიძიგურმა განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზეთ. როგორ გააგრძელებს რესპუბლიკური პარტია წინასაარჩევნო მზადებას, რას ფიქრობენ პარტიის წევრები, შეექმნება თუ არა ქვეყანას პროდასალურ კურსთან დაკავშირებით პრობლემები, თუ ისინი